ნარკომანხმარებლებს მინდა მიმართო. თქვენი პატრონი არავინ არ არის, იმიტომ რომ თქვენ არ იყავით საკუთარი თავის პატრონი. თქვენ არ გაქვთ იმის უნარი, რომ ერთმანეთი დაიცვათ. თქვენ არ ხართ სოლიდარული საზოგადოება, იმიტომ რომ შეშინებული საზოგადოება ხართ. აი, იგივე შავ სამყაროსთან ბრძოლა რატომ არის ასეთი ეფექტური მთავრობისგან? იმიტომ რომ ისინი არიან კონფორმისტები და ისინი თანამშრომლობენ წინასაარჩევნო ხელისუფლებასთან. ნარკომანებთან ბრძოლა რატო არის ეფექტური ხოცებისგან? იმიტომ რომ ისინი არიან კონფორმისტები და ისინი თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. და მოდი ჩამოვყვეთ ასე სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს. ბიზნესმენებთან ბრძოლა რატო ასე წარმატებული და ეფექტური? იმიტომ რომ ისინი არიან კონფორმისტები და შეშინებულები. მე არ ვიცი რამდენად ჩვენ გამოგვივა აი ამ ინფორმაციულ ვაკუუმში ხალხის მობილიზება. რამდენად შეგვიძლია ამ პროტესტ პირველი ნიშანი ქონდეს საერთო სახალხოობის, რომ მე სტიმული ქონდეს, რომ გავაგრძელოთ. მეორე ნაბიჯი გადავდგათ. მაგრამ ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში ერთადერთი პარტია, რომელიც ხალხის მხარეს არის, ვართ ჩვენ. მე რომ ვთქვი, რომ მილიონამდე ადამიანი ეწევა მეთქი სხვა ფორმით. მე ხომ მართლა მჯერა ამის. მე ხომ მართლა ვიცი, რომ წეველები რო ერთად კონცენტრირდნენ და უბრალოდ გამოვიდნენ და თქვენ შეგვეში თქვენი დედაც ვატირეო და მართლა ხალხი შეიკრიბოს ქუჩაში. მეორე დღეს ეს მაიმუნობა მორჩება. ზოგადად შეიცვლება ეს გარემო. ოღონდ თქვენ არ უნდა იმალებოდეთ. თქვენ არ უნდა იყოთ შეშინებულები. თქვენ არ უნდა იყოთ აყოლილი არასწორ პროტესტს. თუ ასეთ საზოგადოება გინდათ, მოდით შევიკრიბოთ 5-20 წუთზე ერთად გავაპროტესტოთ ანტიადამიანური ნარკოპოლიტიკა.